მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, ის რისი ცოდნაც ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია და რატო. ნახოთ, რისი ცოდნა არის ახლა ამ ეტაპზე თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ უნდა იცოდეთ მანდამაინც ახლა. არ ვფიქროთ არაფერზე და ნახოთ რას გვეტყვის დღეს ნაკადი. უბრალოდ ისმენთ მშვიდად. რა უნდა იცოდეთ ახლა? რა არის მნიშვნელოვანი, რაც ახლა უნდა იცოდეთ? ცხრიანი კვერთხები. კვერთხების ტუზი და თასების დედოფალი. ორგანის სამსჯავრო. ხმლების დედოფალი. თასების მეფე. ხმლების მეფე. არკანის სამყარო. არკანის ზომიერება. მეგობრებო, მე გითხარით, რომ არაფერზე არ იფიქროთ საერთოდ თქო და რასაც წამოიღებს ინფორმაციულად ნაკადი იმაზე ვისაუბროთ თქო. პირველი არკანი ეს იყო ცხრიანი კვერთხები. დაკვირდით, როგორი ცხრიანი კვერთხებია აქ. ეს არის მდგომარეობა, მოცემულობა, ენერგია, როცა ადამიანმა ძალიან დიდი გზა გამოიარა ტკივილის, სევდის, ტანჯვის, რაღაცა ისეთი, ძალიან დიდი შინაგანი სიმძიმის და ეს შინაგანი სიმძიმე რაღაცა პერიოდის განმავლობაში მოყვებოდა. და ეს შინაგანი სიმძიმე უცბად, ერთი ხელის მოსმით შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა მას შემდეგ, რაც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა კონკრეტული ადამიანი. აქ მამაკაცებმაც და ქალებმაც თქვენ თავზე შეაბრუნეთ, მაგრამ რატომღაც მოდის ესეთი ენერგია, რომ პირველ რიგში ეს გაშლა ეხება მამაკაცებს და მხოლოდ მას შემდეგ ეხება ქალბატონებს. ანუ თქვენ ქალბატონებო, თქვენ საყურადღებოდ ვამბობ, ეს გაშლა შეგიძლიათ თქვენს თავზე წარმოიდგინოთ იმ შემთხვევაში, რომ თქვენ შეხვედით კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და დააკვირდით, აქ როგორი კვერთხების ტუზია ამ არკანზე, ხო, გამოსახული ერთგვარი ბორბალიც, ერთგვარი რაღაცა იღბალიც, ერთგვარი რაღაც ძღვენიც, ყველაფერი და თარამხელა სიძლიერემი გაქვთ, ხო, როგორი დიდი ენერგია აქ ხარის. ეხლა რაც შეეხება ამ სიტუაციას, ამ კონკრეტულ სიტუაციას, ზოგადად თქვენ ორნი შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ხართ ძალიან მსგავსი, იმდენად მსგავსი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები, რომ აქ ხა გაშლას რო ვაკეთებდი, ორჯერ მოვიდა წყვილი, ანუ თასების დედოფალი, თასების მეფე, ხმლების დედოფალი, ხმლების მეფე. ანუ ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ერთმანეთს ირეკლავთ. ირეკლავთ არაცნობიერ დონეზე, ირეკლავთ ემოციების დონეზე, ირეკლავთ ქცევის დონეზე. დააკვირდით, ორი ესეთი ჯიუტი ადამიანი, რომელიც რაღაცა ერთმანეთს რქებით ასკდება და ამავე დროს ეს რქებით შესკდომა ორივესთვის ძალიან მტკივნეულია, თუმცა ეს არის ცალსახად შემიძლია ვთქვა წმინდა წყლის კარმული ურთიერთობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ერთმანეთს შეხვდით სრულიად გამოვრიცხავ რომ შემთხვევით. ეს იყო წინასწარ სამყაროსეულად დაგეგმილი და განსაზღვრული შეხვედრა, რა დროსაც თქვენ უნდა დაამუშაოთ საკუთარი შიშები. ყველაზე მეტად ადამიანებს არ გვიყვარს ხოლმე ჩვენს თავთან შეხვედრა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საკუთარ თავს გავურბოდეთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაღაცა შეიძლება ვატყუებთ კიდეც საზოგადოებას, მაგრამ ერთადერთი ვისი მოტყუებაც არ შეგვიძლია.
წარმატებით, რაღაც მომენტში ამასაც ვახერხებთ ხოლმე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი. და აი ეს შეხვედრა არის ზუსტად აი ამისთვის, რომ თქვენ ვეღარასდროს ამ შეხვედრის შემდეგ, ვეღარასდროს ვეღარ იქნებით ისეთი, როგორიც იყავით მანამდე. ეს არის გამორიცხული. იმიტომ რომ ეს შეხვედრა შეცვლის და დაამუშავებს, ანუ კარმული რატოა, ხო? რეალურად ეს არ არის ურთიერთობა, რომელიც დაუშვათ შეიძლება რაღაცა მით დასრულდეს, თუმცა ნუ გააჩნია ეგეც რა სიტუაცია, იმიტომ რომ აქ ზომიერების არკანია და არკანის სამსჯავრო, არკანის სამყარო ერთად მოვიდა. აქ შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს ესეთი სიტუაცია, რომ ამ ეტაპზე თქვენ გაქვთ ანუ სამსჯავროს არკანით და ზომიერების არკანითაც ეს არის რაღაცნაირი ანუ გამოღვიძების მდგომარეობა რეალურად, თუმცა შეიძლება ამ ურთიერთობის გარკვეული ეტაპი არის დასრულებული და შეიძლება ზუსტად ამიტომ არის ცხრიანი ხა ძალიან ბევრი ვარიანტია აქ ვარაუდის გამოსათქმელად, ხო? ჩვენ ტაროს კითხულობთ და არ უმკითხავთ, ეს სრულიად სხვადასხვა რაღაცა არის. ამიტომ რადგან ბევრი მისმენს, იმიტომ ამბობ ბევრ ვარიანტს ინდივიდუალური გაშლების დროს ბევრი ვარიანტი ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ენერგიის მიხედვით ხდება გაშლა. აი აქ ხა იძულებული ვარ რომ თქვა, ზოგ შემთხვევაში ეს იქნება პაუზა, ზოგ შემთხვევაში ეს იქნება კამათი, ზოგ შემთხვევაში ეს იქნება რაღაცა დონეზე დასასრული და აი ეს დასასრული არც ერთი მაგრამ თქვენი პოზიცია არ დათმეთ, ზუსტად ამიტომ არის, ხო? გამოწვეული. ნახოთ კიდე რა არის მნიშვნელოვანი, რაც ახლა უნდა იცოდეთ. ცხრიანი ხმლები, აი ზუსტად რომ ვამბობდი შიშები. მესამე წყვილი მოვიდა მეგობრებო, კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი. იმდენად ერთნაირი ენერგიის მქონე ადამიანები ხართ, რომ აი რა ვიცი, აი სქესი რო გქონდეთ იდენტური, ჩათვლიდით რომ თქვენი ტყუპის ცალია, იმდენად იდენტურია ეს ყველაფერი. ხმლები, 10-იანი ხმლები, არკანის სამსჯავრო და არკანი განდეგილი. კი, აი ზოგიერთ თან და უმრავლეს შემთხვევაში ეს ურთიერთობა გადათამაშდება ისე, რომ თქვენ შორის არის პირველ რიგში აუცილებლად მანძილი, მეორე რიგში ეს იქნება აუცილებლად რაღაცა გარკვეული სოციალური სტატუსური განსხვავება. ეს სტატუსური განსხვავება შეიძლება ეხებოდეს ბევრჯერ მეანიშნა ამაზე და შეიძლება ეხებოდეს რომელიმე თქვენგანის ან ორივე თქვენგანის მხარეს არსებულ ოჯახს და ეს ურთიერთობა იყოს ფარული, ანუ სამკუთხედი, ოთხკუთხედი ურთიერთობები ესეთ ვარიანტში შეიძლება იყოს და ასევე ეს არის განსხვავებულობა მენტალობაშიც მათ შორის. არკანი თვარე. მოკლედ მეგობრებო, აქ არის როგორი სიტუაცია. აქ მეოთხე წყვილი მოვიდა უკვე, ანუ რა დავამატო არ ვიცი. ეს არის ურთიერთობა, როდესაც თქვენ ცალსახად მენტალურ დონეზე გრძნობთ ერთმანეთს. განმეორდები და ვიტყვი კიდევ ამას და ამას. მოდი ის რაც უნდა იცოდეთ ახლა და რატომ პირდაპირ იმ კითხვაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ აქ სამყარო მეუბნება, რომ ეს არის კარმული კავშირი, რომელიც ჯერჯერობით დასრულებული ვერ და არ არის, იმიტომ რომ რაღაცა თქვენ ორს ერთად გაქვთ გასავლელი გარკვეული გზა. ნახოთ რატომ? მითხარი რატომ? მოთმინება რომ ისწავლოთ. პირველი, მოთმინება რომ ისწავლოთ. მეორე, რატომ?
იმიტომ რომ მე შეძლოთ და გაუძღვეთ ადამიანებს, ანუ თქვენ ხართ დაბადებული ლიდერად, თქვენ ხართ დაბადებული წინამძღოლად, თქვენ ხართ დაბადებული ადამიანად, რომელსაც შეუძლია რომ მასები მიიბას და ეს მასები მართოს. და მასებს ვერ მართავთ მანამ, სანამ არ მართავთ და არ გააცნობიერებთ, არ გაითავისებთ საკუთარ ჩრდილოვან და ნათელ მხარეებს. ზუსტად ამიტომ შეხვდით თქვენ ორი ერთმანეთს, რომ როგორც წეგან აღვნიშნე, თქვენ ერთმანეთს სარკისებური ეფექტით ირეკლავთ და ეს სარკისებური ეფექტი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ერთმანეთში დაინახოთ ის, რა რისი დანახვაც არ გინდოდათ საკუთარ თავში, ან რასაც ვერ ხედავდით საკუთარ თავში. და ვინაიდან აქ მოვიდა 4 მეფე დედოფლის წყვილი, ეს არის პირველად მაქვს მთელი ამ წლების განმავლობაში მსგავსი გაშლა, როგორ არა მოხსულა წყვილები, მაგრამ ერთი გაშლის ფარგლებში 4 წყვილი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური თანხმედრაა თქვენი მენტალურ, ემოციურ, ფსიქიკური, ანუ ფიზიკური სასწაული ტანდემია ეს რეალურად. კიდევ რატომ? კიდევ იმიტომ, აი აქ გითხრათ, რომ უნდა ისწავლოთ მოთმინება, კიდევ იმიტომ შეხვდით თქვენ ერთმანეთს და რატომ ხდება, რაც უნდა იცოდეთ ის ახლა, ხო, იმიტომ რომ დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. ანუ თქვენ კი გეჩქარებათ აქ სულ სწრაფი ადამიანები შეიძლება მიყურებდეთ, მაგრამ რეალურად დრო ჯერ ამისი არ დამდგარა. და ეს ხდება იმისათვის, რომ რაღაცა ძალიან დიდის და ძალიან მნიშვნელოვანისთვის გათავისუფლდეს მომავალში გზა. და ეს ძალიან დიდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მე მჯერა, რომ არის ზუსტად ეს თქვენი ლიდერობის თემები, აი ეს საკითხები, რომ თქვენ უნდა უხემძღვანელოთ მასებს, ადამიანების მასებს. სწორედ აი ამ ხელმძღვანელობისთვის, სწორედ აი ამ მართვისთვის თქვენ გჭირდებათ, რომ გაიაროთ ეს მაგალითები და ეს გაკვეთილები. და რომ გამოთავისუფლდეს დასტის ბოლოს, აი რომ გამოთავისუფლდეს სივრცე რაღაცა ძალიან ძალიან დიდისა და გრანდიოზულისთვის. მეგობრებო, მე მეტის დამატების არანაირი საშუალება არ მაქვს ინფორმაციულად, იმიტომ რომ ეს იყო ფაქტობრივად ნაკადიდან წამოღებული ინფორმაცია, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ატარებს თითოეული თქვენგანისათვის, ვისთვისაც ეს გაშლა რეზონირდა, მიიღეთ მადლიერებით, გამოხატეთ მოწონებით კომენტარით ან არხის გამოწერით ეს თქვენი მადლიერება და ეს ინფორმაცია თქვენთვის აღმოჩნდეს სასიკეთო და სასარგებლო. მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად. დროებით.